მოგესალმებით, ლაგაძეტა ჯორჯიას YouTube არხზე, მორიგი საფეხბურთო პოდკასტით გიბრუნდებით. ბაიბით ჯორჯიასთან ერთად ჩვენი საფეხბურთო სერია გრძელდება და მუნდიალის ფინალამდე გთავაზობთ საინტერესო პოდკასტებს, სადაც ვისაუბრებთ განვლილ მატჩებზე, მიმოვიხილავთ ყველა საინტერესო ამბავს და ასევე ფინალის წინ გავაკეთებთ ჩვენს პროგნოზებსაც. თქვენთან ერთად კვლავ მე ლაშა ქოქიაშვილი და სანდრო სანაძე ვიქნებით. სანდრო, გამარჯობა. გამარჯობა ლაშა. სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალთ, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი გათამაშებები გრძელდება და დრო ფინალამდე არის 19 ივლისამდე, გვაქვს ორი გათამაშება, აღწერაში იქნება ყველანაირი წესით როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ასევე ლაგაძეტა ჯიზეთ შეგიძლიათ შემოხვიდეთ და იქაც ყველაფერი უფრო მარტივად და კარგად არის ახსნილი. მეორე საჩუქრები, ან PS5-ს მოიგებთ, ან მოთამაშეების ხელმოწერილ მაისურს და გონი ორივე ძალიან კაი საჩუქარი არის. რატომაც არა რომ ან ერთი ან მეორე თქვენი გახდეს. აუცილებლად უნდა ჩაერთოთ, იმიტომ რომ დრო ჯერ კიდევ გაქვთ. დღეს ტრადიციისამე ბარ დავიწყოთ. ხო, ტურილუკმა ბოლოსკენ შემოვინახოთ, ხო? პირველი ნახევარფინალი რომელიც იყო საფრანგეთი ესპანეთს ვისაუბროთ და რას ფიქრობ აბა? ცოტა შოკიც იყო, აი ზუსტად ხო, მოლოდინი თუნდაც ჩვენი წინა საუბრებიდან გამომდინარე სულ სხვანაირი იყო ალბათ და გულშემატკივრები ცოტა სხვანაირად ფიქრობდნენ, თუმცა არ გაგვიკვირდა რომ ესპანეთმა ასეთი კარგი მატჩი ჩაატარა. მაშინაც ვიძახეთ რომ ანუ ეს ნახევარფინალებში ამ სტადიაზე უკვე 50-50 არის და 51% ცოტა მივანიჭეთ. ხო, საფრანგეთს, მაგრამ ისიც თქვით რომ ისიც რომ აი ამ შეტევის ხარჯზე. აი ზუსტად, ისიც თქვით რომ თუ იმე გააჩერებდა ამ საფრანგეთის ნაკრებს ზუსტად ესპანეთი იყო, ხო, იმიტომ რომ სუსუ თავიდან ანუ პირად საუბრებში და ზოგადადაც ჩემთვის თავარი ფავორიტები საფრანგეთი და ესპანეთი იყო და არა თქვა არგენტინა და ინგლისი. ტოპ პერფორმანსი იყო ლუის დე ლა პუენტეს გუნდისგან, უშეცდომო, ყველაფერში დაჯავდნენ საერთოდ. საოცრად თამაშებს ესპანელი ტაქტიკურად გუნდს რა, ანუ მოგებაც არის ამ სტადიაზე, ანუ სულ ესპანეთი არ ყოფილიყო სხვა გუნდიც, ანუ 50-50-ზე არავინ არ ზარიცის რა მოხდება რა და მაგრამ ესპანეთმა რა თამაშს ითამაშა და ამ საფრანგეთს, ანუ საერთოდ შანსიც არ შეაქნევია. მოგებაც არის და მოგებაც რა შეიძლება შეგიტიონ ბევრი გოლიც გავიდეს და მოუგო რა. აი კიდე ერთი 90 წუთი რო ეთამაშათ, არაფერი არ შეიძლება. სუპერ შემტევი საფრანგეთი იყო, ანუ სუპერ შემტევი ინდივიდუალისტებით, რავი, დახუნძლული და ანუ კარში დარტყმა არ ქონდა. ანუ ეს ბოლო დარტყმები რაც უკვე სტატისტიკურად ჩაიწერა. ეს იყო უკვე 90+ დამატებულ დროში უკვე ვაბანგზე რო იყო საფრანგეთი წასული და ეს ყველა მაგრამ საერთოდ არ უნერვიულიათ ესპანეთის გულშემატკივრებს ხო, იმიტომ რომ ისეთი არაფერი მომენტი არ იყო. მოკლედ აი გამოჩნდა რომ როგორი ინდივიდუალიზმზე დამოკიდებული ნაკრები იყო საფრანგეთი, ხო და დეშამი როგორ ანუ აი დე ლა ფუენტეს თამაში ხო ჩანდა თითოეულ ანუ გადაადგილებაში, პასებში, დარტყმებში და ასე შემდეგ და აქ ძალიან ინდივიდუალური მოთამაშეებზე იყო ჩამოკიდებული ნაკრები და ეგ გათიშეს მოთამაშეები გაუჭირდა ძალიან. კი, ეგეც იყო, მაგრამ აი რას ფიქრობ, მე ყოველთვის როგორც სპორტსმენი ისე ვფიქრობ რომ რაღაც კოლექტივი რო მოიგებს თამაშს, ამით უმეტეს ეხა ბოლო ორი თამაში კონეს ქონდა ნათამაშები. მე ვფიქრობ რომ სასტარტოში კონეს უნდა დაეწყო ჩუამენის მაგივრად რა. ჩუამენის ეხა პატივისცემა, მაღალი დონის მოთამაშეა ძალიან, მაგრამ მე არ მგონია შუამენი ისეთ დონის მოთამაშე, რომ აი ორი თამაში ტრამვის გამო გამოტოვო და რო დაბრუნდება ეგრევე ის ფორმა და ის თამაში დადოს, რასაც ფორმაში მყოფი დადებს რა. ეგეთი რაღაც შემიაზეთ შეუულიათ, აი მოდრიჩი, კროსი, უფრო მაღალი დონის ნახევარმცველებს, უფრო მაღალი დონის ნახევარმცველებს რომ არ შეიმჩნიონ ის რამდენიმე დღეინ დასვენება ან რიტმიდან ამოვარდნა, ხო და თან კონეს ქონდა ტოპ მატჩები, ძალიან კარგი იყო. ნუ მე და შენ შეიძლება უფრო მეტად ვიცოდი და იტალიის სერიას ვინც ადევნებს თვალყურს რომ რომაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და აქამდე თუ ვარაუდობდით რომ რომელიმე ტოპ კლუბი მის საყვანას მოინდომებდა და ალბათ ამ მუნდიალის შემდეგ ამ საუბრები უფრო მოიმატებს. დუეს დაწყებაც გამიკვირდა რა. მეგონა რომ დუე დაიწყებდა და მანდაც ბარკოლა იდგა. ორი ცვლილება ქონდა გაკეთებული რეალურად საფრანგეთს და სხვადასხვა ეს შემადგენლობა ოფიციალურად დაიდო. პირველად ეგრევე ის თქვი რომ რაღაც არ მომხდა რა, ანუ არ მოსულა რა ეგეთი რაღაც ჯობია ისა თამაშო რაღაც და თუ რაღაც არ წავიდო და საქმე კარგად
შეგიძლია რომ პირველ ტაიმშივე რაღაც ცვლილებები შეიტანა, მაგრამ აქ ისე მოხდა რომ რაბიომ ყვითელი მიიღო. ცვლილება იყო იძულებით, ხო და არა თქვა რაბიოს მოუწია გასვლა და მაინც კონე შემოვიდა მეორე ტაიმის სტარტზე რა. თან კონე და ჩუმენი საქამდე თამაშის ერთად გამოცდილება არ ქონია და ესეც მოშლილი ნახევარდაცვა იყო. და ბარკულაც ძალიან მალევე გავიდა მოვიდნენ ისე სხვა ჩორს ისე გავიდა და დუე ისე შემოვიდა, მე მაგალითად ვერაფერი ვერ დავიდე, ანუ სხვაობა არ ყოფილა. და პლუს ალბათ იმაზე ბევრი დაიწერა კიდევ და ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ ოლისე, რომელიც ალბათ საუკეთესო მარჯვენა ვინგერი არის, უფრო მეტ დროს ატარებდა 10-იანზე და დემბელე, რომელიც პარი სენ-ჟერმენში სულ თავისუფლებას აძლევს ლუის ენრიკე და ცენტრშიც არის მარჯვენას მარცხნივ, გამოკვეთილად იდგა მარჯვნივ. ანუ ამ ორ ფეხბურთელს გაუცვალა ადგილი და გასაგებია გაუცვალა თქვა 5, 10, 15, 20 წუთიც, მაგრამ ამ დროში რო არაფერი არ იცვლება დეშამი ალბათ ეხა იხლა დონის წვრთნელი რომ უნდა მივხვდარიყო რომ რაღაც არ მუშაობდა და უნდა შეცვალა, მაგრამ ჯიუტად რომ იგივე სათამაშო სქემას მიყვებოდა, ასევე ან მატეტა და ტურამი ორი გამოკვეთილი ცხრიანი, ხო თან ძლიერი ცხრიანები, რომელიც ჩაწოდებაზე მაინც რო უნდა შეიყვანო. 0 წუთი, ანუ რა შეეწერა ვიცი, ისევ ჩვენი მაგალითი რომ მოვიყვანო. ანუ თუ ეგეთი მოთამაშე მიყავს მატეტა და როგორც ტურამი და წუთს არ ათამაშებ რა. ანუ მაგას არ ჯობდა რომ ისევ ჟირუ წაგერა. აი ხო, რა ვიცი. ანუ ჩაწოდებაზე დღესაც 20 რა. 40 ლიგა 1-ში ლილში მშვენივრად თამაშობს. ჩაწოდებაზე ისევ ყველაზე სახიფათო იქნებოდა. არ ვიცი, ან შერკის ასეთი იგნორი მთელი ტურნირის გამო გასაგებია. თან ბოლოს მაგას შემოიყვანა უკვე როდესაც სათამაშო პრაქტიკა მსოფლიოს თითქმის არ ქონდა. თუნდაც იგივე ის თავდასხმელები რომ შემოიყვანა რა. ანუ ისინი შევა ვერაფერი ვერ გაიგეთებინათ, კი, გეთანხმები, მაგრამ არც ერთ თამაში შანსი არ მიეცი უბრალოდ რომ ცოტა მაინც ეთამაშა რა. რაღაც ან მოკლედ ანუ ძალიან თავიდან ბოლომდე ჩემი აზრით ეშამის პრობლემა არის. პირველ ტაიმშიც იქ სალიბას ტრამვა ეხლა ცალსახად დაცვის ლიდერი არის სალიბა ამ საუკეთესო არის და ეს მეორე გოლი ზუსტად მისი მხრიდან ჩავარდა ხო ლაკრუა რომელიც შემოვიდა, რომელსაც ასევე ნუ სხვა მხრივ ცუდი თამაში არ ქონია, მაგრამ ნუ არ მოეთხოვება ეხლა რომ სალიბას დონე დაიდო ხო და გამოჩნდა კიდევაც მისი მხრიდან გავიდა გოლი. ლუკა დინის ამბავზეც ბევრი დაიწერა და ითქვა გასაგებია ტეონ ცუდა დაიწყო, მე ან ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა ლუკა დინის, რომელიც პარი სენ-ჟერმენში გადადის, სხვათა შორის ესეც სათქმელი ამბავი არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ზუსტად ამ ნდობამ დააღალატა დეშამი, ხო, ისეთი უაზრო შეცდომა დაუშვა. ну აი არ ვიცი რა ნუ პენალტი იყო ეხლა ამაზე ალბათ ბევრი გამათი მოყვა სხვათა შორის ამას, მაგრამ არა ნუ გასაგებია უერთე დავდა და რაღაცა ამას რო არ დაესწრო ხო და პირველი მაგის კონტაქტი ბურთზე არ ყოფილიყო შეიძლება კიდე ცოტა გაფორმება მეგონა მაგრამ გამეორებაზე მე ისეთი კადრით გვანახეს რომ ისეთი მოარტყახელზე იყო ბურთი იდეაში შეიგდოსავით წინ ამ ხარით და შემდეგ უკვე ნუ ფეხი მოხდა და მანდ ხა 100%-იანი პენალტი იყო და შემდეგ თან ესპანეთზე რომ ნელ-ნელა გადავიდეთ ხა ფრანგებზე რომ ვისაუბრეთ ბურთი რომ დაიჭრაო იარსაბალმა აი თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ გოლს გაიტანდა ანუ ესეთი თავდაჯერებული ფეხბურთელი ასეთ დიდ ნაკრებში მენიო რო კარში დგას სულ მგონია რომ აი სხვათა შორის ხო ალბათ მაინც 50-50-ზე იყო ხშირად არის ის ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ანუ რამდენჯერ გადაურჩენია მილანი ხო გადარჩენას თუ თავიდან რომ იცნობს აი თუ პენალი გაზდის ძირითადად ანუ იცნობს კუთხეს მაგრამ ნუ ვერ იღებს ხოლმე მაგრამ აქ იდეალურად იყო და უიერსაბალი მოკლედ რა ტურნირის აღმოჩენა არის ალბათ იმის მიუხედავად რომ ვიცოდით რომ დიდ დროს მიიღებდა დიდ სათამაშო დროს ასეთი გამოკვეთთან ცხრიანზე წლები სოსიედადში საერთოდ ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა ჩემი აზრით ერთ-ერთი ტურნირის აღმოჩენა არის და თავარი იარაღი ასევე ვთქვათ შეტევაში რას ვფიქრობ 40 გამოსარჩევია ძალიან დაუფასებელია ჩემი აზრით ეხა კარგია რო თქვი მეც უნდა მეთქვა კიდევაც ბევრი არ საუბრობს მის პერფორმანსზე 10-იანზე 8 ნომერზე ფორვარდზე ყველგან არის და საერთოდ ანუ მეკარიდან რო დავიწყოთ ხო უნაი სიმონი რა ვიცი ყველა კრიტიკოსი გააჩუმა დილაფუენტემ და ანუ ყველა საუბრობდა რომ რატო არ არის რაია კარში რატო არ არის ჟოან გარსია მაგრამ უნაი სიმონს მორიგი ტოპ მატჩი ჰქონდა დაცვის ხაზიც არ ვიცი უნაი სიმონა თვითონ გასაულა მაგას პასუხი რომ აი ძალიან მაგარი არის და ერთი გოლია გაშვებული კი ერთი გოლი გაშვებული ისიც ბელგიასთან რომ ისიც შალენ დეკეტელარემ გაუტანა შემდეგ დაცვის ხაზეც რო ვისაუბროთ ანუ პორო კუკურეიას ფლანგები კუკურეია ესეთი ახალგაზრდა მოთამაშე რა დონეს დებს მსოფლიოში ძალიან ძლიერი გუნდი არის ეხლა ჩემი აზრით მე ვისაუბროთ ფინალზე ცალკე და არგენტინაზე და ამბებზე მაგრამ
ძალიან გამოკვეთილი ფავორიტი მგონია რაღაც ხრივ, რა თქმა უნდა ფინალში 50-50-ია, მაგრამ ძალიან ძლიერი ნაკრები არის ესპანეთი, თავისი როდრიც, რომელიც საოცარ ფორმაში შევიდა, იმიტომ რომ სიტიში არ ქონდა მარტივი სეზონი და ნუ აი არ ვიცი ბაენა, ოლმო, მერინო, ისეთ ფეხბურთელებით აღწევენ. რასაც უიზარდით ხო ესპანეთზე, ანუ ესპანეთი არის ყველაზე სისტემური გუნდი. აი ზუსტად ხო. და ყველაზე დისციპლინირებული გუნდი გეთანხმები 100%. მსოფლიოში. კი, უდაოდასი არის და ისევ და ისევ ყოჩახ ლუის დე ლა ფუენტეს, რომელმაც რა ჯერ ევროპა მოიგო, 1-1000-იც მოიგო და აგერ ხა უკვე მუნდიალსაც უმისნებს. შეჯამება ამ თამაშის როთქოთ გამოვიდა, რომ საფრანგეთი დაამარცხეს უშანსო. აი ყოველი კი ყველა არანაირი ყოფილა გააქრეს ბაპეც ალბათ ამას არავინ არ მიკვირდა ეხა ეს სულ ბაპეზე ვსაუბრობდი და რავი რამდენი 10 წუთი გავიდე და ბაპე არ გვიხსენებია საერთოდ წინა გადაცემაში რაც ვთქვით რომ აი ბაპეს შანსი აქვს რომ სოფლიოს საუკეთესო სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გადახდეს მესი ამ ფინალში გასვლით ნუ რამოდენიმე წლით გადაუდო ეს რამდენიმე წლით გადაუდო თორე დიდი ალბათობით გონი ერთი მსოფლიოც არ იყოფა მეორე ორი მსოფლიო ჩემპიონატით გადაუდო და შემდეგ უკვე ვნახოთ 8 წელი არის მაგამდე და გამოჩნდება ყველაფერი ზუსტად და მოკლედ საფრანგეთი რომელიც ასეთ ფავორიტი იყო და ასე გამოკვეთილად თითქოს ჩანდა რომ ვერავინ ვერ შეაჩერებდა ასე არსაიდან მხოლოდ მაქსიმუმ მესამე ადგილზე გასვლა შეუძლიათ ხო მანდაც მგონი ბაპე ითამაშებს რადგან ბომბარდირობის ინტრიგა არის და ალბათ ეგენდომება რომ გახდეს ხო ეგეც არის ნამდვილად და მოკლედ ყოჩახ ესპანეთს ბრავო ტოპ პერფორმანსი და ახლა ნელ-ნელა შეგვიძლია გადავიდეთ რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩზე ხო სადაც მოდი პირდაპირ ვიტყვი პირველი ტაიმი იყო საშინელება პირველი ტაიმი იყო საშინელება და გასაგებია ბევრი ბრძოლა ჩხუბი გაწევ-გამოწევ მაგრამ ძალიან უხეში თამაში მაგრამ აი ინგლისი არგენტინას ალბათ მე შენს და ალბათ ყველა ჩვენ გულშემატკივარიც ელოდებოდა რომ იქნებოდა სანახაობრივი მატჩი გულისხმობ ბევრი დახუნძრული მომენტებით მეკარის სეივებით რაღაც ასე რაც მეორე ტაიმში მოხდა ხო პირველი ტაიმი იყო ჩემი საშინელი საყურე ხო არა მომენტიც არ ყოფილა ხო არაფერი საერთოდ რაღაც 1-2 დარტ 3 დარტმა იყო ისიც კარისკენ და არა კარის ჩარჩოში და უბრალოდ ჩხუბობდნენ ფეხბურთელები ანდერსონს ურტყან იქით მესი ასე შემდეგ და ნუ აი დაიწყო მეორე ტაიმი და რა დაიწყო ხო აქ სასაუბრო მართლა ბევრი არის არგენტინამ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მეორე ტაიმშიც კი და მაგრამ ისე მოხდა რომ პირველი გოლი გაიტანა ინგლისმა და მერე რაც მოხდა ხო ნუ აი შენი სათქმელია აი უბრალოდ დაუჯერებელი რაღაც მოხდა ინგლის გატანის გოლის შემდეგ თან ძალიან კარგი გატანის გოლი გამოდის როჯერსის მარჯვენა ვინგერ ფლანგზე დაყენება თავიდან ცოტა გამიკვირდა მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო გოლი თან როგორ დაიწყო კეინი იყო სადაც რუიანი უსიანის როგორც ხშირად არის ხოლმე ხო და მანდ ბურთი რომ მიიღო ნახე სად არის ჩამოსული თქო მაგას ვლაპარაკობდით ჩატში და უცებ გრძელი პასი იდეალური ჩაწოდება და ანუ იდეალურად შერბენით გორდონით იცის ამ კაცს გატანა კი და უცებ ინგლისმა ფეხბურთის თამაში შეწყვიტა აი ოფიციალურად აი ესე რაც ინგლისმა ითამაშა ანუ მაგას ფეხბურთი აღარ ქვია ეგ არ იყო ფეხბურთი აი არსენალს რო ეძახდნენ ჰარამბოლს რასაც ეძახდნენ არც ეგ არ იყო არ იყო ანუ ასეთ რაღაც მე არ მინახავს ძალიან დიდი ხანი როგორ ასე ჩვენ კარგად ვიცით რომ ზოგადად ბოლო წუთები რო აგებს ერთ მეორე გუნდი შტურმს აწყობს და აი 5-6 წუთი შეიძლება ჩამჯდარი იყო და ეს გუნდი გიტევს და გიქმნის და გიქმნის მომენტებს რა მოდის რაღაც ჩაწოდებები რავი ყველა ადგილი და ნორმალურია ამ დროს 55 წუთზე გაიტანა გოლი და 55 წუთიდან თამაშის დასრულებამდე შეიძლება რომ შტურმი იყო შენ კართან ხო და შენ ამას არაფერი არ დაუპირისპირო და მხოლოდ დაცვაში პლუს 1 კაცი დაამატო პირველ 10 წუთში იმდეჯერ ანუ გოლის გატანა პირველ 10 წუთში ჩაჯდომის მერე იმდეჯერ გადარჩა ინგლისი რო ანუ აშკარად უნდა მიხვდე რომ ვერ ჩაჯექი ესე იგი დაცვაში და ჯობია რაღაც პოზიციური ცვლილება გააკეთო და ისე რაღაც ისე სტილი ითამაშო ვიდრე რაც გააკეთა ხა რა თქმა უნდა ჩვენთვის და ყველა გულშემატკივრისთვის ძალიან მარტივია ხა რომ მოხდა და ამის შემდეგ საუბარი ძალიან მარტივია იქ ეს ნერვიულობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ დონეზე არის სოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალია იქ და მისთვის სადებიუტო მსოფლიო იყო ტუხელისთვის იმხელა ზეწოლა ქონდა ისედაც რომ არ წაიყვანა მდენი მოთამაშე და ესე მარტივია ხა ჩვენ რა ძალიან პროფესორები ვიძახით ესე უნდა იქნა არ არის ეგრე მაგრამ იმ ტუხელია ძალიან გამოსული მწვრთნელია ტოპ გუნდებში აქვს ნამუშევარი და
ამიტომ ვიძახით რომ მას ესეთი შეცდომა არ უნდა აი ზუსტად ხო იმიტომ რომ თან შეცდომას ამატებდა ხო ამის თქმა შეგვიძლია იმიტომ რომ დაიწყო ერთი მცველის შეყვანა და ერთი შემტევის მოხსნა და მე რომ მიხვდა რომ თქვა ერთი ენცომ რო გაიტანა და ასე შემდეგ. ან მე ხო შეიძლებოდა რომ იცი რა არგენტინა კიდე შემოგვიტევს და კონტრშეტევაზე მაინც ანუ საკა, მადუეკე, რაშფორდი გამქცევი ფეხბურთელები რო დაემატებინა, მაგრამ ამის მიუხედავად არა პირიქით კიდევ ერთი მცველი დაამატა. ანუ ბოლოს იყო ერთი მომენტი როცა 6 ნომინალური მცველი იყო მოედანზე ორაილი, ბერნი, სტოუნსი, გეჰი, კონსა და სპენსი. აი უბრალოდ დაუჯერებელი ამბავი ეხა კიდე რო გავიაზრე ისე შეტაბეჭდილება იქნებოდა რომ ანუ გეუბნება არ იცოდნენ სადმა დამდგარიყვნენ რა კი ჩანდაგიდევას კადრშიც ხო რო შევიდა ორაილი და ბერნი ერთადერთი რო უხსნიდნენ ბურთის დამჭერი ესე საუკეთესო ვიწყავთ რეალურად რაისი გამცვალა გოლამ პირველ გოლამდე იყო გაცვლილი და დატოვა მოედანზე დაღლილი ჯუდ ბელინგემი და როჯერსი ეგერ და თუ დააკვირდი აი კეინი და ბელინგემი იყვნენ სასწაულად დაღლილები просто ვერ გადაადგილდებოდნენ მოედანზე რა და ჩათვალე ამ ჩაჯდომის დროს კეინი ზემოთაც ან ყველაზე პირველი კაცი პრესინგზე იყო და ვეღარც აპრესინგებდა რა ორივე თელი ტურნირის განმავლობაში როგორი დატვირთული იყო ხო ანუ სულ 90 წუთს თამაშობდნენ და ინგლისს გვახსოვს როგორი რთული მატჩები ქონდა ესე მარტივად არ მისულან ნახევარფინალამდე ორივე ლიდერს უწევდა თითქმის 90 წუთი თამაში და ხან ერთი იტანდა გოლებს ხან მეორე და მათ ხარჯზე გადიოდნენ ესე იგი ტაქტიკაც როგორი იყო ანუ მაქსიმალურად ცდილობდა რომ მესის მიიღო ბურთი და მესის ჩაეწოდება ახალგაზრდა რო გაიხსენა და ფლანგზე რო გადმოიწია ანუ მესის ჩაწოდებიდან უნდა მომხდარიყო ყველაფერი მაქსიმალურად გაწელეს ეს ინგლისის დაცვის ხაზი ჩააწვის ყველაზე საფათოდ და რაღაც მომენტში ვიფიქრე სხვათა შორის რომ ინგლისი შეიძლება ფიქრობდა რომ თავით ესენი გოლს ვერ გაგვიტანენ რადგან თავით თამაში ჩვენი მოგონილია და ასე შემდეგ შეიძლება იმდაჯერებოა ყველა მეტრო 90 პლუს სიმაღლის ძველი და ყველა ჩაწოდება ან რამოდენიმე იყო რომ უბრალოდ მესიმ არასდროს ჩააწოდა და იქ შერბენილი ხმცველები იყვნენ არა და თავისუფალი და რაც ზუსტად წავიდა ყველა კარში დაარყეს იყო შტანგა იყო ორჯერ პიკფორდმა იყო პიკფორდის სეივი ხა გამახსენდა ხო საოცარი შემდეგ ნიკო გონსალესი შემოვიდა ნიკო გონსალესმა შემოსვლისთანავე ორი ძალიან საფათო მომენტი ჰქონდა და დაარტყა და მე შორეულ კუთხიდან ოდნავ რო ააცილა ანუ იმდენი მომენტი შეუქმნა მესიმ ამ ჩაწოდებით რომ ანუ უკვე ძალიან მომწიფდა რა ეს გოლი და სხვათა შორის პირველ გოლამდე ლაუტარო რო შემოდიოდა ამ ჩემი ინგლისის ფანს მაგაცებს ეგ მივწერე რომ ეხა მე და შენ უფრო სერიას უყურებ და ვიცით უფრო რადონის მოთამაშეა ლაუტარო რა თან ჩვენ საყვარელ გუნდში ნამდვილად არ თამაშობს ასეა და ზუსტად ეს იყო მივწერე რომ თუ ინგლისი ესე გააგრძელებს შაჯდომას ლაუტარო მარტინესი თავით გაუტანს გოლს თქო და ან პირველი გოლი არა მაგრამ გეიმვინერი ზუსტად ლაუტარომ აი როგორიც წარმომედგინა ისეთი გოლი გაუტანა არა ლაუტარო და მე ისე ვიხსენებთ რომ 6 მცველი ყავთ და ლაუტარო მარტინესი რომელიც მაღალი საერთოდ არ არის გამორჩეული თქვა რომ ძალიან ბევრი თავი გოლი გატანილი ქონდეს მაგრამ თავით უტანს ინგლის გოლს აი ეს დაცინვა გამოვიდა ტუხელის ხო ანუ გეგმა გაწერა ტუხელი ხო თან იყო რამდენიმე წუთი ხო დარჩენილი რაღაც 6-7 რაღაც რამდენიმე წუთი იყო ერთ-ორ წუთში გააკეთა მგონი სულიერ ხო გოლის შემტევები რო შემოიყვანა რაც ანუ აი ისეთი გათიშული იყო სისტემა რომ მან არაფერი რო არ შემოიყვანა მესმის რომ აი კი დაცვაში ჩაჯდომა გადაწყვეტა და ასე შემდეგ მაგრამ არც ალბათ საკას არ ქონდა რაღაც ტოპ სეზონიც თუნდაც აი ძალიან მაგრამ მაინც საკა ესე საერთოდ არ ათამაშოთ ძალიან უცნაურია. პლუს რაშფორდის ასეთი იგნორი, რომელსაც ბარსელონაში არ ქონდა ცუდი სეზონი, ხო? კი და ზუსტად ამის ხმა შეგვიძლია. როდესაც მანჩესტერში პირიქით ბევრად სუსტი სეზონები ქონდა. ინგლისში მაშინ უფრო მეც თამაშობდა და აქ ბარსელონიდან მაინც და მე მეგონა რომ ბარსელონა საერთოდ გამოისყიდა რაშფორდს, იმიტომ რომ იმდენად ბევრი კაი თამაში. შეგერა მგონი ყველა ელოდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელი ზელოდა რომ დარჩებოდა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში უარი თქვეს. გამოდის რომ საერთოდ რავი ხო ანუ მოთამაშეა შეიყვანა და პროგრამ რეშფორდი საკა ბევრად დატვირთული თუნდაც კაი მაგარ ფეხბურთელს თავი დავამებოთ მადუეკი რომელსაც წინა მატჩებში სულ იყენებდა ხო სულ და უყვირდა ხალხს რომ რატო იღებს მადუეკი ამდენ სათამაშო დროს სად იყო გუშინ რატო არა თამაშია თუ ხელა და საერთოდ აღარა თამაშია დროს გამოის გაითვალისწინა ეგ ამბავი ძალიან გვიან მიხვდა რომ მადუეკი თურმე რავი არ ჭირდებოდა ანუ არ ვიცი კიდე დაუჯერებელია დღეს კი სანამ რომ მოვიდა და ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ იმდენჯერ ვთქვით უკვე რომ გვენ დაგვავიწყოთ და ანუ ერთადერთი გუნდი ვისაც სოფლიო ფეხბურთშიც
ეგ შეეძლო. ზუსტად. აი ეგ გაეკეთებინა სოფლიო ჩემპიონატზე დიდი ხანი. ანგარიში შენარჩუნება საუკეთესოდ ვისაც გამოსდიოდა. იტალიის ნაკრები იყო ყოველთვის ის ნაკრები, რომელიც აი ერთს რო გაგიტანდა, აი ყველას ჰქონდა რომ აუ ეხა ამათ გოლს რაღაცა გაუტანს რა. ნებდებოდა მოწინააღმდეგე. რაცა უნდა სუსტი ყოფილიყო იტალიის ნაკრები. თუნდაც აი ევროზე როდესაც მოვიგეთ ჩვენ იტალიის ფანები ვართ ხო? ანუ ძალიან ბებერი კიელინი და ბონუჩით რო ვიყავით. ანუ გაიტანა გოლს თუ არა შეეძლო ისე ჩამჯდარიყო რომ აი ჯოჯოხეთი იყო მაგურზე გოლის გატანა. თან მეკარეც ისეთი უდგათ რომ დაცვას რო გადაგელახა, მეკარეც ძალიან რთული გადასალახი იყო რა. ჩინეთის კედელს აშენებენ ძალიან ისა ხო? კარგად. და როცა ხარ ინგლისი და რეალურად ეგ შენი სტილი არც არ ყოფილა. ზუსტად. ჩაჯდე ისე როგორც აი მართლა იტალია ჯდებოდა, ნუ ფაქტია რომ არ გაამართლა. არა, ნუ მოკლედ ტუხელის სინდის დღევანდელ იტალიაზე შეიძლება ეგ ვერ ვთქვათ, მაგრამ ნუ წლები. ნუ ზოგადად იტალია მაინც მაგნაკრებად ჩაჯდომა სხვა არის, ხო. სხვანაირი დაცვა იციან და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ წერან თქვით დეშამის სინდისზე, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ვისაუბრეთ ტუხელის ამბავი არის თავინებაულზე ჩემი აზრით და არა თქვათ რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის, იმიტომ რომ ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ნუ არგენტინამ მორიგი რაღაც საოცარი კამბექი შემოგთავაზა. ხო, მორიგი როგორ თრილერებში იგებს თამაშებს. საფეხბურთო ზეიმს გთავაზობენ, არ აქვს მნიშვნელობა ძლიერია თუ სუსტი მეტოქე. სანახაობრივად რა მგონია ის უნდა დაიჯერონ ხოლმე რომ თავიდანვე შეუძლიათ წინ გასვლა და თავიდანვე დაიჯერო რომ კარგი გუნდია არგენტინა და კი მესი ყავთ და ბოლოს ორივე საგოლე პასი კი გასაგებია პირველი ენცომ შექმნა მაინც მაგრამ შენ დაწესებაც ეგეთი რა უცნაური არის ხო ანუ ახსენე მესის ჩაწოდებები სუ მესიზე გადიოდა ხო პირველი პასი და მესი ქმნიდა მაგრამ სხვების თუ დაიჯერებენ თუნდაც აი ლაუტარო თუნდაც ენცო ცოტა ადრე გულისხმობ რომ კარგი გუნდია და მათაც შეუძლიათ რომ არა ჩამორჩენიდან ითამაშონ არა პირველმა გაიტანო ჩემეთ უფრო მარტივად მივიდოდნენ ფინალამდე ხო ესპანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს იმიტომ რომ ესპანეთი თქვა თუ პირველი გოლს გაგიტანს უკან არასდროს არ ჩაჯდება რა პირიქით დაიწყებს რომ არა უფრო გოლს რო თავიდანვე დაიწყებს რომ ბურთის საერთოდ აღარ გქონდეს ზუსტად კი დაიწყებს ბურთის ფლობას რაც ყველაზე მაგრად გამოსდის საუკეთესოები არიან მაგრამ ბავში ერთი შეხებით ისე პას გააგორებენ ფინალის როგორი შედგა გახსოვს პირველ გადაცემაში თქვით თუ არ ვწდები როგორც ესპანეთი როგორც დავახასიათე ხო ყველაზე გუნდური და დისციპლინებული გუნდი და არგენტინა დავახასიათეთ როგორც შეკრული ბოლომდე რო იბრძვიან სულის კვეთებით რო თამაშობენ ქვეყნისთვის რო გეჩხუბებიან ყველა მესისთვის ყველაფერს აკეთებენ აი ზუსტად და შეუმდგარი ფინალისიმა შედგება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზუსტად და ნუ მოკლედ და ძალიან საინტერესო იქნება მესი და ლამინი იამალი გუშინ ჯერ ნახე სანათავი ფოტო ხო ნუ აი ეს იგიჟე ფოტო არის და ისე ერთადერთი ანუ მოკლედ ძალიან საინტერესო ამბავი იქნება მოხრი და მესი ვახსენეთ რომელიც აუცილებლად კი მან ვინ მოიგებს უკვე ესე არ ამგონია ვინმე პროგნოზი თქვა თუ გაარტყავ ნუ შეიძლება მხოლოდ ესპანეთის გულშემატკივრებმა არგენტინის თქვას რომ თავიანთი ნაკრებები მოიგებენ მაგრამ მე მოიგებს არ არსებობს ეგეთი არა მეც გონია რომ ბოლო წუთამდე საერთოდ შეიძლება 90 წუთი საკმარისი კი არ იყოს და დამატებით ტაიმებიც ვიხილოთ რის შანსით ჩემი აზრით საკმაოდ დიდია იქნება საოცარი მატჩი 19 ივლისს თბილისის დროით 11 საათზე ძალიან კარგი დროს არის კვირა დღე არის და მოკლედ წინ გველოდება საფეხბურთო ზეიმი. ნუ იქამდე რამდენიმე საათი ადრე გაიმართება მესამე ადგილისთვის მატჩი საფრანგეთი ინგლისი. ნუ ამ მატჩზე ახლა ბევრი თქმა ჩვენ კი არა შეიძლება საერთოდ არავინ არის საუბროს ამ შეხვედრაზე. შეიძლება საერთოდ გულდება თავი შემადგენლობები არ ზოგადად როგორ ჩვენ თქვი ინტრიგა ის არის ბაპე ითამაშებს თუ არა და გაიდა გაიტანს თუ არა ითამაშებს იმიტომ რომ ხო ბომბარდირობა ისე საინტერესო ამბავი ნახე ბაპე ითამაშებს მისი გოლები და საიტკენ მიყვა საუბარი გეტყვი ოქროს ბურთი იქით კეინმა შეიძლება ითამაშოს რომელსაც ჭირდება ასევე გოლები რომელიც ასევე მოიაზრება ხო ბომბარდირობაშიც და ასევე ბევრად მეტი გოლი დაჭირდება ხო ოქროს ბურთის მაძიებელთა სიაში ხო ისე რას ფიქრობ ამ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თუ თქვა საფრანგეთი გავიდოდა და იქ ბაპე კიდევ თავის საქმეს და სიტყვა და იქ დემბელეზეც ვისაუბრეთ ოლისეზეც ანუ აღარ არიან ახლა ესენი ფინალში არ ითამაშებენ რას ფიქრობ შენი აზრით ახლა ვინ არის გამოკვეთილი ფავორიტი ოქროს ბურთის მოგების ნუ ალბათ გუშინელი თამაშმერი მესი ძალიან წინ წაიწებდა ამ რეიტინგში მაგრამ მე ეს ვფიქრობ რომ ესპანეთმა თუ მოიგო აი ხო დაუშვათ რომ ესპანეთმა მოიგო აი ამ შემთხვევაში ხო არ წამოიწევა ცოტა წინ ქართველების გასახარად ხო უცებ როგორც ეს ანუ ესპანეთს რეალურად ალბათ იამალი უფრო ვერ მოიგებს მაინც იმიტომ რომ ხო ოქროს ბურთის არც კარგი მსოფლიო რეალურად მაგრამ არა გადასარევი ხო მაგრამ
ხო, როქროს ბურთი მოიგო. მასე ბევრად კარგია თუნდაც თქვა თავის გუნდელებს, ხო, რავი, კუკურეიას, როდრის, ოიარ საბალს და მაგრამ ხო, სხვაებს. არ ვიცი, ქართულებს რაღაც იმედი ჩაგვესახავს. ხო, რაღაცა მესი დაწინაურდა მაინც იმის მიუხედავად, ეხა გვინდა ეს მოგწონს არ მოგწონს და თქვა თელი სეზონი ინტერ მაიამიში გაატარა, რომელიც ამერიკა არის და არანაირი ევროპა და თქვა ასე შემდეგ. ადამიანი სოლოზე მიდის და უკვე სხვებიც მიყვებიან, ხო? ანუ ეხმარებიან სხვები, მაგრამ ანუ ყველა მატჩი ან გოლს იტანს, ან საგოლე გადაცემას აკეთებს. ეხლა ამ ადამიანმა ფინალში სულ რაღაც გააკეთა, არ ვიცი, ალბათ რა ვიცი, მეორე დღეს ოქროს ბურთი სახში მიუტანო. საერთოდ არ გამოურიცხავ მაგავს, რომ მესი მოიგოს კიდე კი, არ გამოურიცხავ, ხა მესიზე როცა ვსაუბრობთ, გამოურიცხული არაზოს არაფერი არ რეტყობა ამ ადამიანს, ასაკი 39 წლის ასაკშიც არის ჩემი აზრით საუკეთესო. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ უყურებთ და რა ვიცი, შემდეგი მუნდიალის დროს 53 წლის იქნება და ალბათ აღარ იქნება. ისე როგორი მესი რო ეხლა სოფლიო თუ მოიგებს ხანას არგენტინა და ნუ მესი ითამაშებს როგორც მესი თამაშობს ხოლმე. როგორი თქვა ეპიკური დასასრული შეიძლება იყოს მაგ თამაშის მე რო დაასრულოს კარიერა. ანუ უმაღლეს ნოტაზე დასრულებული კარიერა. საოცარი დასრულება განა. მაგრამ რა თქმა უნდა როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს მესი გვირჩევნია დარჩეს და რაც ითამაშოს ამერიკაში და თუნდაც მე კოპა ამერიკა ელოდება არგენტინას. ჰაილაითები უყუროთ როგორი გოლებიც გააკეთა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კოპა ამერიკაც ელოდება არგენტინას და საერთოდ არ გამოურიცხავ რომ კიდევ ითამაშოს. ლიონელ მესი, იმიტომ რომ ანუ 91 წუთი იყო თუ ფიზიკურობა ფაქტია რომ აძლევს აი ზუსტად მად მივდიოდი დამატებით წუთებზე პიკფორდს რო აპრესინგებდა და ცველებს რო დაასდევდა მე კი რა ჭირს ან ეს 39 წლის ადამიანზე ვსაუბრობთ ანუ ამ ყველა ამას უყურებთ რასაც მე ვხედავ თქვა და არაფერი არ ეტყობა ამ ადამიანს ასაკის საერთოდ არაფერი ერთი ის რაც შეიძლება ვთქვა უეჭველად საინტერესო თან ძალიან საინტერესო ფინალი იქნება ხაუცლება პროგნოზის გაკეთება მე ძალიან უჭირს იმის გარდა რომ 50-50-ზე იქნება აუცილებლად ყველაფერი შეიძლება მნიშვნელობა ექნება რა ამ სტადიებზე ზოგადად ეგ არის აი იმ სანტიმეტრზე ბრძოლას რა ზუსტად ვინ აი 50-50-ზე ბურთს ვინ აიღებს პირველი აი ძალიან პატარა დეტალებს სპორტში ყოველთვის აი ესეთ დონეზე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი ფაქტორი ჩემი აზრით ეს იქნება და აი ამ ბრძოლაში და ეგეთი ბურთების წაღებაში არგენტინასთან ბადალი არ ყავს რა ძალიან მაგრად გამოსდის აი პატარა მონაკვეთში აი ყოველ სანტიმეტრზე რა თავით გადახტომა ბრძოლა და ეგ იქნება ალბათ ჩემი აზრით ყველაზე გადამწყვეტი ამ პატარ-პატარა მომენტებს ვინ მოიგებს და შესაბამისად მე ეგ გააკეთებს თამაშის ანგარიშს ცნელების დაპირისპირებას როგორი საინტერესოა ხო ძალიან საინტერესო იქნება დელა ფუენტე რას დაუპირისპირებს კრალონის გიჟურ სანაკრებო დონეზე ფაქტია რომ ყველაზე მაგარი ტაქტიკოსი გამოდის ხო აუცილებლად კი და როგორ ათამაშებს გუნდს და როგორ დაუპირისპირებს მესის რა დაცვას დაუპირისპირებს რომ მაქსიმალურად შეზღუდოს იმიტომ რომ მესი ხა არ ათამაშო და საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთოს ეგეთი რაღაც არ არსებობს. დიდი ალბათობით, ნუ გუშინ დიდი დრო არ გაუტარებია, მაგრამ ფლანგზე როცა გადავიდა, თუ თქვათ ესპანეთთანაც ასე მოუწია, რომ თქვათ მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, მის მეტოქე იქნება კუკურეია, რომელსაც დღეს ვთქვით კიდევაც და კიდევ ერთხელ გავამეორებთ, რომ აქვს საოცარი მუნდიალი, როგორც ჩეტევაში, ასევე პირველ რიგში მაინც დაცვაში, იმიტომ რომ ცველია და ეხლა დაცვებზე როცა უბრალოდ ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, ძალიან საინტერესოა ისე კუკურეია versus მესი, მაგრამ ნუ მესია და კუკურეია კი არა შეუძლია მაქსიმალურად უნდა შეეცადო რომ შეუზღუდო თავის ძლიერი მხარე, თორე ესე რომ მესი გააჩერო არასდროს არ მომხდარა, რაც პროფესიონალ ფეხბურთს თამაშობს მესი და შესაბამისად ხა არა მგონია რომ ეგრე მესიზე გააკეთო აქცენტი სხვებიც ისეთები არიან რომ აუცილებლად გაიტანენ რაღაცას შექმნიან გუშინ გასაგებია ხულიან ალვარეს არ ქონია ცუდი მატჩი მაგრამ გვახსენდება მე ერთი მომენტი დაარტყა გოლი გაიტანა ხო მეოთხე ფინალში იქ ლაუტარო მარტინესი რომელიც რაღაც ჩუმი გმირივით არის ხო თითქოს გასაუბრობენ კლაჩ მომენტებში შემოდის და არასდროს იგივე რა გოლი გაიტანა ფერნანდესმა ენცო ძალიან მაგარი ნახევარმცველი არის და ამიტომ ესე ერთ კაცზე არა გეთანხმები და მართლა სხვებსაც შეუძლიათ თამაშებად გადაგიწყვილონ ასეთი 50-50-ზე ფინალი კი ხშირად მომობთ ხოლმე ხო რა ტურნირიც არ უნდა იყოს რომ ფინალში მაინც 50-50-ია მაგრამ ყოველთვის რაღაც ფავორიტები გამოკვეთილი არის ხოლმე მაგრამ ახლა რაც გველოდება წინ 19-ში ვფიქრობ ასეთი თანაბარი დაპირისპირება და ასეთი შანსები თანაბარი თან როგორი უცნაურიც არის ხო ის რომ საუკეთესო მუნდიალს მესი თამაშობს ყველაზე ანუ 39 წლის ასაკში.
არა 10-ის რო იყო და prime ფორმა რო ქონდა. ეხლა არის prime მქონი ეს ადამიანი. ყველაზე მაგარი მსოფლიოში და წინა მსოფლიო რაც ითამაშა იმაზე კარგად ნათამაშები ეს აქ აუცილებლად თან და მოკლედ რამდენი რაღა დარჩა ხო 3 დღე დარჩა და გველოდება წინ საფეხბურთო მორიგი საფეხბურთო ზეიმი სანამ სამწუხაროდ დასასრული იქნება დასასრულისკენ ხო და სანამ თქვათ მუნდიალსაც დავასრულებ და ჩვენ დღევანდელ ჩაწერას დავასრულებ ჩემი აზრით საუკეთესო 11-ელზე 1-2 სიტყვის თქმა შეგვიძლია ხო ოღონ ჩვენი აზრია და რა თქმა უნდა გაგვიხარდება მაყურებლები თუ იაქტიურებენ და კომენტარებში საკუთარ რჩეულებსაც დაასახელებენ იმიტომ რომ 11 ფეხბურთელში თან ეხა ეს გაზრდილი რაოდენობა, ბევრი ნაკრები, ძალიან ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი და პერფორმანსი და მოგვიგროვდა, ხო? მუნდიალზე და კიდევ არ ვიცით ფინალში რა გველოდება და ვინ რას შემოგთავაზებს, მაგრამ ნუ დაახლოებით მონახაზი და დაახლოებით 11 ფეხბურთელზე საუბარი შეგვიძლია და მე ჩემსაც ვიტყვი შენც. ვიმჟელოთ მერე და კი, რაღაც კარში ჩემი აზრით რატოღაც გამოკვეთილი ფავორიტი უნაი სიმონი მგონია მე. ბევრი ალბათ დებუ მარტინესაც დაასახელებს, შენ რას ფიქრობ? კი, ორივე შეიძლება, ხო? მაგრამ რადგან ფინალამდე ერთი გოლი აქვს გაშვებული უნაისიმოს. კარგი სტატისტიკაა, ხო? მოდი პატივი ვცეთ და ის დავაკეთე. კი, თან აი გუშინ დებუ მარტინეს რო ფიქრობდი, აი წინა მუნდიალის რო გავუსცენოთ რა. ესეთი რაღაც გამორჩეული დიდი სეივები არ ქონია, რაღაც გამორჩეული მომენტები და უნაი სიმონი იყო მყარად, თავდაჯერებულად და მგონია რომ იმსახურებს საუკეთესო მეკარეობას ზოგადად ტურნირის. ალბათ უნაი სიმონი ისედაც კარიერულად და რაღაც. ხო. მეკარობით მაინც ალბათ ჯობია დებუს არა რას. კი ბატონო, შეიძლება, კი. ნუ დებუ მარტინეს ბოლო პერიოდი ძალიან კარგი აქვს, მაგრამ უნაი სიმონი ჯერ ისეთ ასაკში არის, რომ გონია რომ ყველაფერი წინ აქვს და შეიძლება უფრო თან რა მეკარებს უდევს კონკურენციას. აი, ჟოან გარსია და დავიდ რაი ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ერთი პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარე, მეორე ლა ლიგის, ანუ არავინ არ ახსენებს, ხო? ლა ლიგის საუკეთესო მეკარეობაში კურტუაც არის. კურტუა, მაგრამ ნუ ამ სეზონში ხო მაინც ჟოან გარსია ითხოვა. დამცველებზე რას ფიქრობ? ალბათ მაინც 4 მცველზე სხვა დროს ხო იცი. სიმონზე შევჯერდი. კი, სხვა დროს ხო იცი, ბევრი შემტევის დასახელება რო გინდა, ხშირად 3 მცველს წერენ ხოლმე, მაგრამ პედრო პორო და კუკურეია ფლანგისოლებით რო დავიწყოთ, იმდენად კარგები არიან. თან ცოტა მოულოდნელად, ხო? ანუ პედრო პოროს საშინელი სეზონი ქონდა, მხოლოდ ინდივიდუალურად არ გულისხმობ, ტოტენჰემში ისეთი ამბები ქონდა, რომ ჯერ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად შეიძლება და არ ყოფილიყო მზად, მაგრამ ადამიანი არის საუკეთესო, ლიორენტე საერთოდ არც კი უწევს თამაში გუშინ შეცვლაზე შემოვიდა. რაც შეეხება კუკურეიას, ნუ ჟოზე მოურინიო მგონი რაღაც ტოპ ტრანსფერი განახორციელა, ხო მისი სახით. საოცარი სეზონი აქვს, საოცარი ტურნირი აქვს და ჩემი აზრით კუკურეია და პორო იმსახურებენ ფლანგებს. შენ რას ფიქრობ? კი, ფლანგებიდან შეიძლებოდა, მაგრამ ცოტა სახელებით რო ვთქვათ, მენდეში და ჰაკიმი ყველაზე დიდი სახელები არიან, მაგრამ ნუ მენდეშიც ისე დროს გამოვარდა, რომ მეოთხე ფინალში გამოვარდნენ, ერთიც მეორეც იქ ნუ მენდეში საუკეთესო გუნდში ვერ ჩასვავ, თორე დღეს ზოგადად ნომერ პირველი მარცხენა მცველი ჩემი აზრით მენდეში. მენდეში და შეიძლება ნომერ პირველი მარჯვენა მცველიც ჰაკიმი იყოს და ამაში დავრწმუნდით ჩემპიონთა ლიგის დროს. ცენტრალური მცველები კუბარსით დავიწყებ მე, მარჯვენა ცენტრალურ მცველად, რომელზეც ბევრს არ საუბრობენ ჩემი აზრით, ფეხბურთის გულშემატკივრები. ესეთი ახალგაზრდა მოთამაშე ესეთ დონეს როდებს დაღუინებული. ჩემი აზრით იმსახურებს. აი, ერთი 28 წლის მცველი რო გეგონება და ამ დროს თინეიჯერი არის და ყველაფერი წინ აქვს. მის მეორე მხარეს მარცხენა ცენტრალურ მცველად ლაპორტის ვარიანტიც ძალიან კარგი არის, რომელიც რა ვიცი 2 წლის წინ წავიდა ალ-ნასრიში, ახლა კი დაბრუნდა ბილბაოში, მაგრამ ბევრ შეიძლება არც ახსოვს კიდევაც რომ ევროპაში დაბრუნდა, მაგრამ ნუ ძალიან კარგია. ალბათ შეიძლება მან საფრანგეთიდან შეიძლება ვინმე ჩასვა. ხო, ახლა სულ ესპანური დაცვის ხაზი გამოვიდეს, მაგრამ აი თუნდაც მეორე ფინალისტზე რო ვისაუბროთ, ხო, აი არგენტინაზე და მათ ცენტრალურ მცველზე რომეროს და ლიჩა მარტინეს ნამდვილად არ ქონიათ ახლა ისეთი მსოფლიო, რომ საუკეთესო 11-ში, ნუ ფინალში ხარ ვიცით კაც შეიძლება ისეთები გააკეთონ, რომ ერთის და მეორეც ჩავსვათ, მაგრამ ხო, შეტევაში ძალიან განწყობილი გოლები აქვს გატანილი. ეგ, მაგრამ ანუ ცველი ხომ მაინც დაცვითი ფუნქციებით ფასდება და არგენტინა უშუალოდ ძალიან ბევრ გოლს. თუ თლიანად ესპანეთი არ გვინდა რომ ჩავსვათ, ხო შეიძლება პამეკანო ან სალიბა, ხო? სალიბა ალბათ უკვე. კი ბატონო, ასე იყოს. ნახევარდაცვაში აქაც შეიძლება 1-2 ცოტა შემტევი უკან დავწიოთ. სამსაყენებში. აი რაღაც 4-2-2-ს ფიქრობდი, ოღონ როგორ 4-4-2-ს, იცი 4-2-4-ს. ანუ ძალიან შემტევი ხაზი. ნუ ერთი ცოტა ხო, აი, მაგრამ მაინც ხო იცი საუკეთესო 11-ს უხდება ხოლმე ცოტა ესე. ნახევარდაცვაში ალბათ ბელინგემი აუცილებლად გეთანხმები და მეორეს ფიქრობდი როდრის.
რომელიც ანუ ძალიან მაგარი სტატისტიკურად არ აისახება, ხო? აი ზუსტად. შავს სამუშაოს სასრულს საუკეთესოც გუნდს ავაგებს. თან იყო ხო ვარაუდები და შიშები, რომ როგორი ტრამვიანი სეზონი ქონდა და მუნდიალზეც კაცმა არ იცოდა, ან როგორ ფორმაში იქნებოდა, ან როდის მიიღებდა მორიგ ტრამვას და გამოვაკლდებოდა ნაკრებს, მაგრამ ჩემი აზრით როდრია თამაშებს ამ ნაკრებს და ლუის დე ლა ფუენტესთვის არის თავარი კაცი. და ვფიქრობ, იმსახურებს საუკეთესო ერთეულში ყოფნას ჯუდ ბელინგემთან ერთად, რომელიც ცოტა უკან დავწიეთ, მაგრამ არა უშავს ტუხელმაც დაწია ეხა უკან და ჩვენც რო ჩავსვათ ცოტა ნახევარდაცვაში. ხო, სწორი და 4 თავდასხმას მოდი გამოვიცნობ, ვისაც იყო ძალიან მარტივია, ნუ. თუ გინდა აქედან დაიწყე მარჯვენა ფლანგიდან არის. მესი იყოს სუმარჯნი, შუა მეორე ფლანგზე იყოს ბაპე, ჰალანდი და კეინი. ჰალანდი და კეინი. კი ბატონო. ეს იყო. ერთადერთი და ნახე ახლა ჰოლანდზე თუ იმეს ამოვაგდებდი. მაინც არ ამოვაგდო. არა, მე თუ ამოვაგდე, შენ არ ამოვაგდო კიდე და თუ გინდა საბოლოო ჯამში არც ამოვაგდოთ. თუ ამოვაგდებდი, ალბათ ჰოლანდი იქნებოდა და ჩავსავდი ოლისეს ან დემბელეს. ოღონდ თუ ამოვაგდები ნუ იქიდან გამომდინარე რომ და მესის შუაში შევწევდი კეინთან რა თუ ისე ეგრე რაღაც ტოპ ნაკრებია რა შედეგისაც მიაღწიეს იმსახურებს ხო ერლინგ ჰალანდი იმსახურებს არა გეთანხმები მეც და ჰოლანდი რო იყოს საუკეთესო 11 ეულში ანუ FIFA-ს ვერსიით რო დასახელდება საერთოდ არ გამიკვირდება და თუნდაც ჩვენს ვერსიას ეშო ჩამოთვალთება როგორი გუნდი გამოგვივიდა მოგეთ უნაი სიმონი დავტოვეთ მარჯვენა მცველი პედრო პორო და რო გამოყვეთ ასე კუბარსი სალიბა ან ლაპორტი და მარცხნივ მარკო კურეია ორი ნახევარმცველი ერთი უკან ჩამშლილად როდრი მასთან ახლოს ჯუდ ბელინგემი შეტევით ხაზი კი ნუ მესი კეინი ჰოლანდი და მბაპე თუ რა თქმა უნდა როგორც წაღამთქვით ამ ოლისეს ან დემბელეს არ ჩავსავდით რომელიმე შემტევის მაგივრად მაგრამ ნუ ალბათ ამ 11 ეულზე შევიჯერდებით და საინტერესოა ჩვენი მაყურებლები რაც ფიქრობენ მოგწონს ხო მეც მოწონს არაფერი არ დაეცუნება ამ ნაკრებს და ამ ნაკრებს უბრალოდ ამ საუკეთესო 11 ფეხბურთელს ნუ მოკლედ ესეთი გამოგვივიდა ნახევარფინალური შეჯამება ოქროს ბურთზე საუბრებით, საუკეთესო 11 ფეხბურთელზე საუბრები და ზოგადად საინტერესო სერია გამოგვივიდა, ხო? ამ მუნდიალამდე რა სიტყვის შენ სანდრო, კმაყოფილი იქნები შენს წესით. კარგი თამაშები იყო თან, საინტერესო პოდკასტებიც გამოგვივიდა და იმედია ფინალიც ესეთი ფინალის არ გაგვაქვს და კი და წინ როგორც ვისაუბრეთ, მოლოდინი არისო საფეხბურთოზე იმის ვიხილავთ რა. სანამ დავუშვიდობთ ჩვენ მაყურებელს, საუცილებლად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ გათამაშებებზე. ცოტა დრო რჩება. კი, 19-მდე დედლაინი არის, შეგიძლიათ ჩაერთოთ, აღწერაშიც ყველაფერი წერია, რა როგორანაირად. სულ ეს იყო დღეს. დავუშვიდობთ ჩვენ მაყურებელს, მადლობა ყურადღებისთვის და წინ კარგი ფინალისკენ.